State-ის ნგრევას ტრამპი ევროპაშიც განავრცობს. ომის პარტიას განაჩენი ვიცე-პრეზიდენტმა მიუნხენში გამოუცხადა. threat that I worry the most about vis-a-vis Europe is not Russia, it's not China. ევროპის უდიდესი საფრთხე არც რუსეთია, არც ჩინეთი. ის შიგნიდან იმართება და ევროპული ღირებულებებიდან გადახვევამ გამოიწვია. რუმინეთს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ეჭვის საფუძველზე გაუუქმეთ. რუსეთი ჩაერია. თუკი სოციმედიაში რამდენიმე $1000 რეკლამით არჩევნებზე ზემოქმედებაა შესაძლებელი, მაშინ თქვენი დემოკრატია სუსტი ყოფილა. რუმინეთში Deep State-მა ახალი იარაღი გამოსცადა. არჩევნების შედეგების გაუქმება, როდესაც ხალხი ხმას მის მარიონეტს არ აძლევს. ავტორიტარიზმში მხილება ევროპელ ბიუროკრატებს არ ეამათ. ისინი ავტოკრატად ივანიშვილის მოხსენიებას არიან შეჩვეულნი. Diese Demokratie ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჩვენი დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. და თუ სწორად გავიგე, ავტორიტარულ რეჟიმებს შეგვადარა. ქალბატონებო და ბატონებო, ეს მიუღებელია. I don't agree with him that არ ვეთანხმები, რომ რაც ხდება უკრაინაში, რუსეთში ან ჩინეთში, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თითქოს და დაკარგული დემოკრატია ევროპაში. არ ვეთანხმები. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს რუმინეთთან ერთად საქართველო არ უხსენებია, თუმცა გამგებმა მინიშნება ზუსტად გაიგო და უკომენტაროდ არ დატოვა. Election attacks in Georgia and in Romania, even if ქართულ არჩევნებზე შეტევაც იგივე სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც პუტინმა რუმინეთში გააკეთა. სჯერა ეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს თუ არა. და აბა მარკერმა გაჟონაო, ახლა თურმე რუსული შეტევა ყოფილა სოციმედიაში და იმიტომ მიუცია ხალხს ხმა ქართული ოცნებისთვის. ამაზეა ნათქვამი, ენას ძვალი არა აქვსო. You have accused the ruling Georgian Dream Party of steering თქვენ ქართულ ოცნებას ადანაშაულებთ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიყავს, თუმცა პრემიერი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური კავშირი არ აღდგება. იტყუება? well, lies are one part. დიახ, რადგან რუსული რეჟიმი ტყუილზე დგას. ანუ საქართველო უკვე რუსეთის ხელშია? დიახ. და ტრამპისგან რასელით, რისი იმედი გაქვთ? მე დავესწარი ტრამპის ინაუგურაციას, თუმცა იქ ცხადია, სტრატეგიაზე ვერ ვისაუბრებდით. ცხადია, ტელევიზორს ვერ დაელაპარაკებოდა. დაავიწყდა ეთქვა, რომ ინაუგურაციას კი არ ესწრებოდა, არამედ დიდ ტელევიზორში უყურა, თანაც 32 რიგიდან. ამ დროს კი ტყუილში სხვა სადანაშაულებს. I'm just wondering how it is that და რას ეტყოდით ტრამპს, როგორ მიიმხრობთ მას? ვეტყვი, რომ ამერიკის ინტერესშია ჰქონდეს შავ ზღვაზე უპირობო წვდომა და არ დაუშვას იქ ჩინელები. ანუ ზუსტად ისე, როგორც Deep State-ს მიეყიდა თავადაც და ქვეყნის ლანგარზე მირთმევასაც დაპირდა. ევროპაშიც და საქართველოშიც ამას ღალატი ჰქვია და პირში ეუბნებიან. მოღალატეებს თავიანთი სახელი ერქმევათ ყველგან, სადაც აქამდე Deep State-ი მათ ხელს აფარებდა. აშკარაა, რომ ნეოლიბერალებს ფეხქვეშ ნიადაგი ეცლებათ. ტრამპმა მათ ჯერ USAID გამოაცალა, შემდეგ კი ნეტს და სოროსის ფონდს გადაწვდა, რითაც კომპრადორებს ფინანსური ჟანგბადი სანახევროდ მაინც გადაუყედა. It's a taxpayer money. ეს ყველაფერი ამერიკელი ხალხის ფულით კეთდებოდა. Deep State-ი უნგრეთის დაჩუქებას და თავისი იდეოლოგიის ქვეშ მოქცევას ცდილობდა, რასაც 60-ზე მეტი NGO, ნაყიდი მედია და პოლიტიკოსები ემსახურებოდნენ. მაგრამ გაუძელით. The US government, the State Department and თქვენ ამაზე წლებია საუბრობთ, რომ თეთრი სახლი და USAID გებრძოდნენ, აფინანსებდნენ ოპოზიციას და ცდილობდნენ დაემხოთ უნგრეთში დემოკრატია, რაც ბევრს არ სჯეროდა. ახლა კი ეს ყველაფერი დადასტურდა. I try to make some jokes on how the last 15 years was, but it was serious. დიახ, უმძიმეს ვითარებაში ვიყავით. ერთი ჩექმა ამერიკიდან ჰქონდა გულზე მორჯენილი, მეორე ბრიუსელიდან. ძალიან ძნელი იყო გადარჩენა. ახლა ამერიკა აღარ გვაბიჯებს ფეხს და ეს გვიხარია, მაგრამ კიდევ უფრო გაგვიხარდება, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატიაც დაეცემა. ასეთივე წნეხის ქვეშ ხავს საქართველო ასობით NGO-ს, ნაცმედიას და კოლექტიური ნაცმოძრაობის 20,000-იან არმიას. მათი შესრულებით გადატრიალების 4 მცდელობა ვიხილეთ და 4-ვე ჩავარდა. კოორდინაციას ამისას რა თქმა უნდა აკეთებს ჩვენ რასაც ვეძახით გლობალურ ომის პარტიას. მე პატრონებს ჩვენი თავდადებული ოპოზიციის. აი ეს განცხადებები რაც ისმის, სწორედ ამ კონტექსტიდან არის ამოღებული, რომ საქართველო არის ავტორიტარული,
რომ დემოკრატია საქართველოში ხევს უკან, რომ საქართველოს შორდება ევროპას. This is the liberal deep. ეს არის ლიბერალური deep state და მისი ნარატივი, რომ ომი კარგია, მშვიდობა ცუდია. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით, ყველა ვინც მშვიდობაზე საუბრობდა, ცუდი იყო. იგივე ნარატივი ჰქონდა deep state საქართველოშიც. რომ ომი არის მშვიდობა, რომ განმეორებაში არის ძალა, აი დაახლოებით ამ ტერმინებით ცდილობენ ძალიან საზოგადოების გაჯერებას და ავიცნობთ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია და არა ის დემოკრატია, რასაც ჩვენ გვეხატავდნენ, მაგთა დემოკრატიად გვაჩვენებდნენ. მეხუთე კოლონა იწმუნებოდა, რომ მხოლოდ მეორე ფრონტი და ომში ჩაბმა მოიტანდა დემოკრატიას. გაგვიღებდა ევროპის კარს. დიპლომატიურ წნეხში იყო ქართული ოცნება, არაფორმალურ სანქციებში ივანიშვილი. თუმცა ერთად დგომით საქართველოს ყველა შეტევა მოიგერია და კვლავაც იგერიებს. მეორე ფრონტმა მეორე პლანზე გადაიწია, თუმცა არსად წასულა. უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ ჭირდება. უჩვენოდაც გადაამტრევენ ცოტა ხანში ხერხემალში და აი ჩვენ სად ვიქნებით მაშინ აი ეს მაინტერესებს. საქართველოს ხელმძღვანელობა არ არის ჯერმზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის, რადგან მათთვის ომი ხომ არარეალურია. ისინი არ არიან ამისთვის მზად, არ არიან ომის ადამიანები. სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. ამ პირობებით და ამ მთავრობაში ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ერთადერთი გამოსავალი აქვს. ომი და უკრაინის უსწრაფესი გამარჯვება. თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. ომის პარტია დაგეთ, ამიდახო, ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი, მოსულა. გაიგეთ, ყველამ გაიგოს. რა გასაკვირია ასეთი პათოსი, როცა მათ პატრონებსაც ომის ეჟინა ჰქონდათ გაჩაღებული, თეთრ სახლშიც და ბრიუსელშიც და ორივე ერთად ყველა ხერხით ბლოკავდა მშვიდობას. არა, შენ ვერ წამართმევ ქვეყანას, ვერ წამართმევ ჩემს თავისუფლებას, ვერ წამართმევ ჩემს მომავალს. რუსეთი უკრაინაში ომს ვერასდროს მოიგებს, ვერასდროს. Ukraine must win this war. უკრაინამ უნდა მოუგოს ეს ომი, ხოლო პუტინი უნდა დაამარცხდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინა მაჯობოს რუსეთს და მომავლის პროცესებიც მან მართოს. თუმცა 3 წელი ისე გავიდა, ომის პარტიამ მიზანს ვერ მიაღწია. რუსეთს ვერაფერი დაარღვია. უკრაინა კი სასიკვდილოდ გაწირა. მილიონამდე დახოცილი ჯარისკაცი, დაკარგული ტერიტორიები, ათობით მილიონი დევნილი, მიწასთან გასწორებული ქალაქები. We had a great call and it lasted for a long time, over an hour. თითქმის 1 საათიანი ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ამის შემდეგ ასევე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და ჩვენ გვექნება მშვიდობა. პუტინსაც და ზელენსკისაც უნდათ მშვიდობა და მეც მინდა მშვიდობა. ხალხის ხოცვა უნდა შეჩერდეს. And I want peace. I just want to see people stop getting killed. ტრამპმა არ დაურეკა ბრიუსელს, რადგან იქ მშვიდობა ჯერ ისევ ომს ნიშნავს და კვლავაც იარაღს აჟღარუნებენ. წინ კი ისევ უკრაინის აფარება უნდათ. ჩვენი სტრატეგია უკრაინაში ომის მოგება. ეს ადვილი არ არის. არც მშვენიერია და არც ლამაზი, მაგრამ აუცილებელია. მე მჯერა მშვიდობის, მაგრამ არ მჯერა დამშვიდების. ჩვენ მკვეთრად უნდა გავზარდოთ სამხედრო ხარჯები. ამოცანაა უკრაინამ ომი მოიგოს. We shouldn't take anything off the სანამ მოლაპარაკება არ შემდგარა, არანაირ განვითარებაზე უარი არ უნდა ვთქვათ და რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, ევროპას შეუძლია მასზე უარი თქვას. მეტსაც გეტყვით, უკრაინა ამის წინააღმდეგი იქნება და ჩვენ მხარს უკრაინას დავუჭერთ. ანუ ჩაგიშლით სამშვიდობო მოლაპარაკებასო. ომის პარტიისთვის მშვიდობა მარცხის ტოლფასია. And let me be very clear. პირდაპირ ვიტყვი, წაგებული უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ასევე დაასუსტებს ამერიკას. თქვენ სიჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან? აუცილებლად, იმიტომ რომ გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ ევროკავშირის მონაწილეობით არის შესაძლებელი. თუმცა პასუხად ტრამპის ადმინისტრაციამ ცივი შხაპი გადაასხა ურსულასაც და ბრიუსელის მთელ ბიუროკრატიას. სამშვიდობო მოლაპარაკებაში ჩართვაზეც უარის ტკიცა და ამერიკის სამხედრო დახმარებაზეც. This war must end. ეს ომი უნდა დასრულდეს. პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა და ეს დიპლომატიით მოხდება მაგიდასთან, სადაც ტრამპი მხოლოდ რუსეთს და უკრაინას დასვამს. ჩვენ თავდაცვის დეპარტამენტი ამაში დავეხმარებით. ომამდელ საზღვრებში უკრაინა ვერ დაბრუნდება. ვერც ნატოში შევა და არც ნატოს ჯარები შეასრულებენ სამშვიდობო ფუნქციას. ასევე ამერიკა ვეღარ უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას. ჩვენ საკუთარი საზღვრები გვაქვს დასაცავი.
ახლა ევროპის გადასაწყვეტია დარჩება Deep State-ის ჩექმის ქვეშ თუ თავს დაიხსნის. ბრიტანეთი, რომელმაც ევროკავშირი ისედაც წლების წინ დატოვა, ტრამპის სამშვიდობო გეგმას ემხრობა და ბრიუსელიც თანდათან ხიზლდება. And the beautiful sound of freedom ringing throughout the entire world yesterday. თავისუფლების სასიამოვნო ხმა, რომელიც ამერიკიდან გაისმის, ჩვენთვის მოტივაციად უნდა იქცეს. უნდა დავუბრუნდეთ დემოკრატიას და ვემსახუროთ ხალხს. მოდით კვლავაც დიადი გავხადოთ ევროპა და თუ ევროკავშირი ვარ სიტყვის, თქვენს გარეშეც გავაკეთებთ ამას. ბორკილების ჟღარონის ამ ფონზე Deep State-ის უკანასკნელი მოჰიკანები საიდუმლოდ შეიკრებინენ. ცხადია, ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ დაუძახის. ეს შეკრება ნაკარნახევია შიშით, რომ ამერიკის სამხედრო ძალის იმედი ევროპას ვეღარ ექნება. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ განაგრძობს უკრაინის შეიარაღებას, რადგან თავსმოხლეული მშვიდობა არავის სჭირდება. პრეზიდენტმა მაკრონმა კი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა ცნობა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებიდან ევროპა გარიცხულია. And of course, Europe is in a tizzy. ის ჩინოსნები, რომლებიც ევროპის სათავეში არიან, მხოლოდ იმიტომ არიან ამ პოზიციებზე, რომ ამერიკის და Deep State-ის ჰეგემონიის პროექტს ემსახურებიან. ახლა კი ამერიკა ამ პროექტს ცვლის და ევროპელი ბიუროკრატებიც გასაჭერში არიან. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, ეს უსამართლობაა, იძახიან ისინი და სრულიად დაბნეულები არიან. To engage with ideas and instead ამიტომაც არის, რომ საკუთარი თავის გასამართლებლად ისინი იმ ადამიანებს ესხმიან თავს, ვინც Deep State-ს წინააღმდგა, მაგალითად ორბანს, რომელსაც რუსეთის მარიონეტს და რას აღარ ეძახიან. საქართველოში კი ასეთი ადამიანი ივანიშვილია და ჯავრის ამოყრასაც ბრიუსელი მასზე ცდილობს. დემოკრატიულ უკუსლას აბრალებს მაშინ, როცა დემოკრატიას თავად გამოუთხარა ძირი ევროპაში, ინტერნეტის ცენზურითა და განსხვავებული აზრის ტერორში მოქცევით. EU commissars warned citizens that they intend to shut down social media during times of civil unrest. ევროპელი კომისრები აცხადებენ, რომ ჩაახშობენ სოციმედიას, როგორც კი თავად ჩათვლიან, რომ ვინმე დემოკრატიისთვის საზიანო მოსაზრებას გამოთქვამს. გერმანიაში ანტიფემინისტური პოსტის გამოქვეყნებისთვის ადამიანს ბინაში შეუვარდნენ. რეიდი მოაწყვეს. საქართველოში სოციმედიას ადგილობრივი NGO-ები აცენზურებენ. გაბედი და Deep State-ი გააკრიტიკე, ან უკრაინაში ომი, დაგარეპორტებენ და დაგბლოკავენ. სამაგიეროდ თავიანთ მომხრე მედიას და ჟურნალისტებს ფულს და ჯილდოებს არ აკლებენ. სწორედ ამასთან ბრძოლას დასჭირდა გამჭვირვალების კანონი, რამაც Deep State-ი ასე გააღიზიანა. საქართველოში დღეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია. ისეთი დემოკრატია დღეს საქართველოში, რის საფუძველზეც ევროპა გახდა ესეთი მომხიბლელი. რაც სამწუხაროდ მე მგონი დღეს ევროპას აკლია. Deep State-ის წყალობით ევროპას დღეს დემოკრატიაც აკლია და საღიაზრიც. მშვიდობაზე მსჯელობის ნაცვლად, რაც დღის მთავარი საკითხია, ევროპარლამენტარები დღესაც ისევ ივანიშვილის დასანქცირებას გაიძახიან. ახლა კი სასანქციო სია. დავიწყოთ ოჯახითა და სანაცისაოთი ეკატერინე ხვედელიძე, უტა ივანიშვილი, რომელიც საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ უფრო ახლოს გაიცნო იაპონურ მედიის სტატიით. ასევე სიაში არიან ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, შმაგი ყობახიძე, უჩა მამაცაშვილი. ახლა უკვე ოჯახსაც უსანქცირებენ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ქველმოქმედებისთვის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, კავალერის ორდენი აქვს მინიჭებული, რომელმაც უდიდესი ბიძგი მისცა საქართველოს ყველა მიმართულებით. და რაც უმთავრესია, გადაარჩინა უკრაინიზაციას. მშვიდობით გამოატარა Deep State-ის ქარცეცხლში. ის იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი ფინანსური რესურსი, ავტორიტეტი და მორალური სიმტკიცე, რომ ასეთი არნახული წლეხისთვის გაეძლო და საქართველოში მშვიდობა შეენარჩუნებინა. თუმცა ყოველივე ამას ჰქონდა თავისი ფასი. და ეს ფასი იყო ის, რაც მან გადაიხადა სანქციების და გაგენული ფინანსური რესურსების სახით. სწორედ ეს ის ფასი იყო, რაც მას დაუჯდა მშვიდობა საქართველოში და მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ ვიცით რა ძალებთან გვაქვს საქმე, როგორ ებრძვიან ზოგადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მასთან ერთად მთელ ქართულ ოცნებას, მაგრამ აქ მაინც გადამწყვეტ როლს ასრულებს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი ყოველთვის შეაფასებს სათანადოდ თუ რა წვლილი შეიტანა თუნდაც იგივე ფონდმა ქართუმ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
პირველ რიგში კი ეს ახალ თაობას ეხება, რომელსაც ივანიშვილმა სკოლები, ევროპული სტანდარტის უნივერსიტეტები, სპორტული დარბაზები, სტადიონები, აუზები აუშენა, დაუფინანსა განათლება უცხოეთში და გართობა საქართველოში. ჯერ კიდევ ნაცმოძრაობის პერიოდში 41 მილიონი დოლარი ფონდმა ქართულ ციცინათელას გასართობი პარკის აშენებასა და აღჭურვაზე დახარჯა და შედეგად მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრი შექმნა. მომდევნო წელს კი ივანიშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით სააკაშვილმა ის უბრალოდ გააჩერა. ქმედება, რომლის მიზანი ჩემი განეიტრალება, ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილმა მენეჯმენტ სერვისისთვის გასართობ კომპლექს ციცინათელას ჩამორთმევა. ქართული ოცნების ლიდერის თქმით, ცენტრი დოტაციური იყო და რეალურ მოგებაზე არ მუშაობდა. ციცინათელა როდესაც ავაშენეთ და აშენდა და დაფუძნდა, გადაეცა სახელმწიფოს, როგორც უნდა მოხდეს, ყველმოქმედებით ეს ხდება. სამართავათაც ჩვენ ვითხოვდით, რომ მათ ვემართათ, მაგრამ რამდენადაც ციცინათელა როგორი გასაოცარი არ უნდა იყოს. დღესაც დოტაციური გახლავთ. ვერ ინახავს თავის თავს, იმიტომ რომ ძალიან დაბალია გადასახადები იქ ბილეთის სიტუაცია მაქვს ხელობაში და ესე შემდგომ. მასშტაბება განახლება და ესე შემდგომ. დოტაციური იყო ეს ორგანიზაცია და ყოველწლიურად დამატებით ვეხმარებოდით, მაგრამ ეხლა ისე დაჭირდათ და გაუჭირდათ, რომ მაგას აღარ დაეძებენ და არაფერს არ აგდებენ, ოღონდაც როგორმე შეაჩერონ ივანიშვილი. თუმცა სიკეთე ყოველთვის ძლევს ბოროტებას და ციცინათელაც დღეს ისევ ციმციმებს და ზაფხულის ყოველ სეზონზე ასობით ათას ადამიანს უხარებს გოლს. პარკში არსებული ატრაქციონები ყველა ასაკის ბავშვისთვისაა გათვლილი. სეზონზე ციცინათელას დაახლოებით 300,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ზღვისპირეთში განხორციელებული რამდენიმე პროექტი, რომელიც თავის მხრივ მიზიდულობის ცენტრების შექმნა ტურიზმისთვის, ეს გახლავთ ციცინათელას გასართობი პარკი, რომელიც უდიდესია ქვეყანაში და ზაფხულში ძალიან სერიოზული როლი აქვს ტურისტული ნაკადების მართვის ამბავში. ტურიზმის განვითარებისთვის ისეთი პროექტები, როგორც არის ატრაქციონების პარკი ციცინათელა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირ შემთხვევაში მიზიდულობის ცენტრის როლს ასრულებს ხოლმე ასეთი ტიპის პროექტები მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოდიან. მხოლოდ შეკვეთილში ასეთი სიკეთეები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. გასართობი პარკი ციცინათელა იქნება ეს, მუსიკოსების, მინიატურებისა თუ თოკების პარკები. პარკის სახელწოდებით საქართველოს მინიატურებში 10 ახალი მაკეტით შეივსო. პარკი, რომელიც შეკვეთილში ატრაქციონების პარკ ციცინათელას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ტურისტულ რეკრეაციულ ზონაშია განთავსებული. საქართველოს კულტურულ არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარი მიწის ფართობზე ისე არის განლაგებული, რომ ის მთლიანად იმეორებს საქართველოს გეოგრაფიას. პარკი უნიკალურია როგორც თავის ფორმით, ისევე შინაარსით. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ პარკის გეოგრაფია ანუ გეომეტრია სრულად იმეორებს საქართველოს გეოგრაფიას. ყოველი მინიატურა განთავსებულია საქართველოს იმ ნაწილში, სადაც მისი რეალური პროტოტიპია. ზორო, ამიდი მოწონს თავს. არა? მეტწილად ახალგაზრდა თაობის გართობას ემსახურება ბათუმის დელფინარიუმიც, რომელიც ასევე ფონდ ქართუს პროექტია. 12 მილიონი დოლარი დაჯდა და 20 წლიანი უპატრონობისა და ნგრევის შემდეგ ასევე ნაცმოძრაობის პერიოდში 2011-ში გაიხსნა. როგორც ყველა სხვა პროექტზე, ფულები ამ შემთხვევაშიც სააკაშვილმა დაიწერა. პრეზიდენტმა ბათუმში ახალი დელფინარიუმი გახსნა. 20 წლის შემდეგ ბათუმის დელფინარიუმმა პირველი დამთვალიერებელი მიიღო. დელფინების შოუ წარმოდგენას ბათუმში მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. ეს ველოდი მოესწარ ვიცინი აღარ და ახალ გვეკეს ამ დელფინარების ხელახლა გახსნა. რა დამაგარი. ეს ასლამ გაჭირა. ასლამ გაჭირა შეიძლება რა მოგდურება რა. დელფინარიუმი არა ასლან აბაშიძემ, არამედ 90-იანების სამოქალაქო ომმა გააჩერა. ხოლო აღდგენა თუ უნდოდა 9 წელი ჰქონდა სააკაშვილს, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია. არ იცოდა როგორ აღედგინა, შეეძლო დელფინებისთვის ეკითხა. მაღალი ინტელექტი აქვს. წარმოუდგენლად ადვილად წყვეტენ პრობლემას, თუ კი გაიგებს რა არის გასაკეთებელი, ძალიან ადვილად ითვისებენ. სწავლების პროცესში აი გძნობს, რომ შენ ვერ უხსნი რა გინდა. ამ დროს თვითონ თავაზობს სხვა რაღაცას. წარმოიდგინეთ, რამდენად განვითარებული აქვს, ისე რომ
აი იქნებ ეს მოგეწონოს, შემოგთავაზებს. დელფინარიონთან ერთად ფონდმა ქართულ ახალგაზრდობის მიმდებარე პარკიც აღადგინა და მთლიანობაში ეს ტერიტორია ატრაქციონებითა და შადრევნით ნურის ტბაში ბათუმის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ეს არის შესასვლელი, საიდანაც შედის პირველად ვიზიტორი და მას ხდება ჩვენი გამცილებელი, რომელიც აცნობს მღვიმის შესახებ პირველად ინფორმაციას. $1 მილიონი დახარჯა ფონდმა ქართულ ყუმის თავის, ეგრეთ წოდებული პრომეთეს მღვიმის მოსაწყობად, რომელსაც წელიწადში 300,000-მდე მნახველი სტუმრობს და მუდმივად ვითარდება და ფართოვდება. მღვიმეში ბილიკი ამჟამად 1420 მეტრი სიგრძისაა და 6 დარბაზზე გადის, თუმცა პოტენციურად კიდევ 5-6 დარბაზის მოწყობაა შესაძლებელი. 400 მეტრზე დამთვალიერებელი ნავით გადაადგილდება, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია. მღვიმის ჰაერი აბსოლუტურად სუფთაა და ის ასთმით დაავადებულებს, ასევე გულის პრობლემების მქონე პაციენტებს უხდება. მნიშვნელოვნად მინდა ხაზი გავუსვა პრომეთეს მღვიმის აღდგენის პროექტს, ეგრეთ წოდებული ყუმის თავის მღვიმე, რომელიც აღმოჩენილი იქნა 80-იან წლებში და მან აი ის ფორმა, რა ფორმითაც დღეს ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს შეგვიძლია დავტკბეთ ამ მღვიმით, იმ უნიკალური ეკოსისტემით, რომელიც მღვიმეშია შენარჩუნებული, მუდმივად ზამთარ-ზაფხულ 14 გრადუსის ტემპერატურის ფონზე. ყველა ეს პროექტი, ციცინათელას პარკი, დელფინარიუმი თუ პრომეთეს მღვიმე ძალიან ხშირად იწვევს და უფასოდ მასპინძლობს სოციალურად დაუცველ თუ უდედმამო ბავშვებს. ეს დამკვიდრებული ტრადიციაა, ისევე როგორც ბავშვთა სახლების დაფინანსება. ფონდი ქართულ 15 წელია მათ გვერდში დგას და Deep State-ის სანქციების მიუხედავად დღესაც პრიორიტეტულად ეხმარება. როდესაც ბატონ ბიძინეევანიშვილს სანქციების ენით ესაუბრებიან, რაც მთავარია ეს, რა თქმა უნდა, არაფერხებს თუნდაც ქართულ ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, ეს პროცესი გრძელდება და უბრალოდ უსამართლოა და ამ უსამართლობას აფასებს და რაც მთავარია ქართველი ხალხი. ეს არის მთავარი. ჯამში $100 მილიონზე მეტი დაახარჯა ივანიშვილმა მშობლიურ საჩხერეს, საჩხერელთა ჯანმრთელობის დაზღვევას, კლინიკასა და სპორტულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ოლიმპიურ აუზს და სპორტ კომპლექსს. მუნიციპალური აუზები არ არსებობდა და საჩხერეში იყო პირველი ევროსტანდარტული აუზი, რომელმაც ძალიან ბევრი პროფესიონალი წყალბურთელი აღზარდა და მახსოვს რაღაც პერიოდში საქართველოს ჩემპიონებიც გახდნენ საჩხერის ახალგაზრდული გუნდი და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ზოგადად წყალბურთის განვითარებაში უკვე მომავალში. საჩხერეში აშენდა სამედიცინო, თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, სპორტ კომპლექსი საცურაო აუზით. ყოველივე ამან ხელი შეუწყო მოცახლეობის, საცხოვრებლები პირობების გაუმჯობესებამ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციამ, რადგან სპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და არაერთი ინდივიდუალური დახმარებები გაიცა ცხოვრების მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. უყურადღებოდ არც ბუნების მოვლა დაუტოვებია ივანიშვილს. ჭორვილასთან ახლოს, ჯიღაურაში ფრინველების ფერმა ააშენა, სადაც ხოხობი, კაკაბი, ნოლი და მწყერი მრავლდება, რომელთაც ველურ ბუნებაში უშვებენ გასავრცელებად. პროექტი $2 მილიონი დაჯდა. არა მარტო ამ სოფელში, მთელ ჩვენ რაიონში მოვაჯიშოთ, მოვაშენოთ ეს ჩვენი კავკასიური და კოლხური ხოხბები. დღესდღეობით აი ჩვენთაც იმერეთ თითქმის 0-ზე დაყვანილი. მხოლოდ შარშან 2500-ზე მეტი ხოხობი და კაკაბი გაუშვეს ბუნებაში. უკვე არის მონაცემებიც, რომ ფრინველმა თავისით დაიწყო გამრავლება, რაც სანადირო ტურიზმის განვითარების პერსპექტივას იძლევა. ტურისტი მოდის, ბუნება განახტება საუკეთესო გადაშენების პირას არის და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც მაქვს ინფორმაცია. ბატონა ბიძინას ხელმძღვანელობთ კეთებდეს, დალოცოს უფალმა და მადლობა ამ დიდი საქმისთვის. რთულია სრულად ჩამოთვლა პროექტების, რომლებიც ივანიშვილმა თუნდაც მხოლოდ საჩხერეს აჩუქა, მათ შორის რიტუალების სასახლეც. When the second group goes, third group shoot 9 balls.
ფონდმა ქართულ დააფინანსა სამთო საკუთვნელი ბაზა საჩხერეში ჩვენი სამხედროებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იმ მომენტისთვის ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით. ქველმოქმედება იყო გამოსავალი ჩემი მხრიდან, რომ დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას. ეხლა მე საკმაოდ დაკავებული ვარ თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობ და ყველაზე კარგი დახმარება ზუსტად რომ ინვესტიციები იქნება. ამ ხრივ და ამ კუთხით ამ მიმართულებით, რასაც საქველმოქმედო ფონდი ქართულ აკეთებდა, პროცესი დავიწყეთ, რომ რაც შეიძლება ის თანხები სამინისტროებს გადავცეთ. კულტურის, განათლების თუ სპორტის და მათ გაარკვევენ პრიორიტეტები და არა ფონდში არჩეულმა საბჭომ. საჩხერიდან დაიწყო ივანიშვილმა ქართული ფეხბურთისა და რაგბის მხარდაჭერა. უმაღლესი ხარისხის სტადიონებმა, სავარჯიშო დარბაზებმა და დაფინანსებამ შედეგი დღეს გამოიღო. სწორედ ის თაობა აღიზარდა ამ პროექტების შედეგად, რომელმაც ქართული სპორტი დღეს ისტორიულ მწვერვალებზე აიყვანა და ეს პროცესი გრძელდება. შესაძლებლობა იმის, რომ მთლიანად ქართული ფეხბურთი აღორძინდეს, მე მქონდა ამის ცდილობა და დახმარება. შეიძლება 6 კლუბი დაფინანსდეს ბიზნესმენებისგან, მაგრამ როგორც კი გადავიდა შემდეგი ნაბიჯი უნდა გაკეთებულიყო პრემიერი ვიყავ მაშინ რომ ბიზნესმენები უნდა შემეგრიბა იმ წუთში უარი ვთქვი. ჩემ არა თხოვეო და არა თხოვნა მეთქი და ბრძანება იქ მაგაში ზღვარის გავლება ძალიან რთულია რომ ბიზნესმენებს მე ვთხოვო რომ მათ ფეხბურთის დაფინანსება დაიწყონ ესე არ მოხდება და ვერ მოხდება მეთქი ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად. სრულიად ბუნებრივი იქნებოდა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედების ფონზე ცალკეულ პროექტებში მაინც შეხიდების ბუნებრივი სურვილი სხვა ბიზნესმენებსაც გასჯეროდათ. თუმცა ეს არასდროს მომხდარა. ministro ბიძინა ივანიშვილს ნაკლები ქონება არ აქვს მათ შორის სხვა ბიზნესმენებს იმ ადამიანებს ვინც ახლა დღეს ოპოზიციაში არიან თუმცა იშვიათად შეიძლება მათი გაკეთებული კეთილი საქმეები ან ქველმოქმედება ვინმე გაიხსნა. Შუდი წარსულს ჩავაბაროთ ოლიგარქის ოცნებები, ოლიგარქის ოცნებები. ივანიშვილზე ბევრად ნაკლები კაპიტალი როდი აქვს მამუკა ხაზარაძეს. ნაცმოძრაობის პერიოდში ყაჩაღობის შედეგად მის ხელთ იყო ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საფონდო ბირჟა, ბორჯომის წყალი, სატელევიზიო სტუდია, სასახლეები. თუმცა არათუ ქველმოქმედებაში შეეხიდა ოდესმე ივანიშვილს, არამედ პირიქით, მისი აგროსესხების პროექტიდან იაფი ფული დაისეკუთრა. უკვე შეეძლებელია ფერმერებისთვის 6-თვიანი უპროცენტო განმარტების მიღება ამ კონკრეტულ კომპონენტის ფარგლებში. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ეს არის 24 თვიანი 5000 ლარიდან 100000 ლარამდე სესხები საშუალო დიდი ზომის ფერმერებისთვის, პირველადი მწარმოებლებისთვის. აგროსესხების პროექტში ფონდმა ქართულ 115 მილიონი დოლარი დააბანდა და სწორედ ამ პროექტიდან, რომელიც უსახსრო ფერმერებს უნდა დახმარებოდა, მილიონობით იაფი სესხი ხაზარაძის კომპანიამ მიიღო. არადა სესხებს მაშინ თავად გასცემდა. იყო ქართულ ფერმერთა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გიგანტური სამუშაო იქნა წარმოებული მთელი ქვეყნის მასშტაბით და რამაც სერიოზული დახმარება გაუწია ჩვენ ფერმერებს. ამ პროგრამით ასობით ახალი აგროპროექტი დაიწყო და განვითარდა. რა ბედი ეწია ხაზარაძისას უცნობია. არ იქნება გასაკვირი თუ იაფი ფული უბრალოდ ძირად გადაასესხა, როგორც მევახშეობის წესია. კახეთის სტიქის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა და 22 დაშავდა. თელავში ქარიშხლის შედეგად სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში 18 ადამიანი მოხვდა, გურჯაანში კი 4. ქარიშხალმა ასობით სახურავი გადახადა მოსახლეობას, პირუტყვი და შინაური ფრინველი დაეხოცა. 80 მილიონი ლარის კომპენსაცია გასცა ფონდმა ქართულ კახეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის და ასევე მათთვის სახლების აღსადგენად. ხაზარაძეს კი, რომელსაც კახეთში საკუთარი სასახლე აქვს, დასახმარებლად ერთი თეთრიც არ გაუწია. ფონდი ქართულ ყოველთვის იდგა იქ, სადაც ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. გავიხსენოთ თუნდაც ძალიან დიდი სტიქია, რომელიც მოხდა 2012 წელს კახეთის რეგიონში, რამაც მოიტანა უდიდესი ზარალი, ფინანსური ზარალი და პირადად მე მახსოვს გაუბედურა ხალხი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რაც ფონდმა ქართულ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაიღო მაშინ მოსახლეობისთვის. ნაცმოძრაობამ უფასო ფულის სწორად დარიგებაც კი ვერ უზრუნველყო. რითაც დახმარების მიუხედავად ხალხი გაანაწყვეტა. ზოგმა 2 სია იღეს ერთ ოჯახში, ზოგმა 1 სია იღეს და ვერ გევიგე რა გააკეთეს. და თქვენ რამდენი საიღეთ? 1 სია ვიღეთ. რამდენი აიღეთ? 1500 მოგცეს. მონოგულის დავალებით დადიოდნენ ეს თანამშრომლები და მიმაჩნია რომ ეს მათ ნაბიჯი მე ასე ვთვლი რომ ეს არის გამიზნული სიტუაციის დაძაბისთვის.
რწმუნებული კახეთში მაშინ ჭიაბერაშვილი იყო. დახმარების პროგრამაში თავისი წილი ვერ შეასრულა. კომპენსაციები ვერ გაანაწილა, თუმცა ივანიშვილის ქველმოქმედებას საგარეჯოელ კოლეგასთან ერთად მაშინ ჯერ კიდევ ხედავდა. ინფრასტრუქტურის მიმართულებით ამაზე რამდენადაც კომისიაზე ითქვა და ესწრება კიდევაც ფონდი ქართულ განახორციელებს ამ სამუშაოებს. ქართულ ჯგუფი არის თანაბარი მონაწილე მთელი ამ პროცესის გასაგები მიზეზების გამო, რომ როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო განცხადებული, ის ფული, რომელიც გადახდილი იყო თავის დროზე ბიუჯეტში და შესაბამისად ეხლა დაბრუნდა უკან, არის ქართულ ჯგუფის სარგებლობაში, ასე ვთქვათ, და შესაბამისად იქიდან მოხდება ამ კომპენსაციების გაცემა. დღეს რომ ვკითხო ხიდაშელს, ქვეყნის და ხალხის დახმარება რუსი ოლიგარქების ხელწერა ყოფილა. რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილს რუსული იარლიყი უნდა მიაკეროს და ეს Deep State-ის დავალებაა. დიდველის პროექტი მართლაც საინტერესო პროექტი არის. ესა განხორციელდა ბაკურიანში წლების წინ, ახლა ამ ბოლო პერიოდში უფრო განებივრებულები ვართ სხვადასხვა ტიპის მსგავსი ინფრასტრუქტურით. იმ დროს, როცა ეს გაკეთდა, მართლაც ახალი სიტყვა იყო ქართულ რეალობაში იმ დროინდელში, იმიტომ რომ ულტრათანამედროვე საბაგირო გაკეთდა, დახურული ტიპის საბაგირო, აქამდე ესეთი საქართველოში არ ყოფილა. ეს პროექტის განხორციელდა იმ პერიოდში, როდესაც ბაკურიანში ტურიზმია პირველ ნაბიჯებს დგამდა ინდუსტრია და დღეს არავის არ გვიკვირს რომ უამრავი სათხილამურო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მაგრამ მაშინ სულ რამოდენიმე იყო მსგავსი. როგორც ბევრი სხვა პროექტით, დიდველის განვითარებითაც ქართულ შემდგომ ინვესტიციებს გაუყვალა თოვლი. არაერთი საბაგირო აშენდა, მათ შორის მსოფლიოში მოწინავე დოპელმაიერის, რაც 150 მილიონი დაჯდა. დიდველს მიტარვის მივიწყებული საბაგიროც დაუკავშირდა და მაღალი სირთულის შედეგად ბაკურიანს მაღალი სირთულის ახალი ტრასა შეემატა. საქართველოში იქნება ერთ-ერთი ურთულესი ტრასა მაღალი სიჩქარეებით, ძალიან რთული მოსახუებით, რთული რელიეფით, შავი ტრასა არის ერთი სიტყვით რო ვთქვა და ძალიან დიდი სიამოვნება ელის პროფესიონალ მოთხილამურეებს. განვითარების მაღალი ტემპით სულ რამდენიმე წელიწადში ბაკურიანი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ღირსეული მასპინძელი გახდა. Fantastic job done by the organising committee here in Bakuriani. ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება, მეათე საშეჯიბრო დღეს დიდველის მთაზე გაიმართება სნოუბორდ კროსის ფინალი, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ჩატარდება half-pipe-ის კვალიფიკაცია და ბიგერის ვარჯიშები. გუშინ სუპერ კვალიფიკაცია მქონდა. საოცარი პირობები გაქვთ, ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული. First World Championship start for him, 18 World Cup starts, regular foot rider. Here we go, on course. Boy, the judges definitely have their work cut out for him. A lot of spin going on there. არ არსებობს სანქცია, რომელიც ამ მასშტაბის ქველმოქმედებას ხაზს გადაუსვამს. არ არსებობს ძალაც, თუნდაც Deep State, რომელიც ერის სამშვიდობოზე გამყვან ადამიანს მოერევა. ლიბერალური ფაშიზმით ერთი დღე სუსტდება. კონსერვატიული ძალები კი აშკარად ხვალინდელი დღეა. ტრამპმა სულ 2 კვირაში შეცვალა მსოფლიო. გუშინ ჩვენ ერეტიკოსებს გეძახდნენ. დღეს კი ყველა ხედავს, რომ ჩვენ მომავალი ვართ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 20-25 წელს უკრაინის ომი დასრულდება. და შედეგობრივად ეს სანქციური ზეწოლის მექანიზმები აღარ გახდება საჭირო. და იმედი გვაქვს, რომ ომის დასრულებისთანავე გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან და არსებული სანქციის პოლიტიკა თავის აზრს დაკარგავს. თუმცა საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მაინც ხალხის აზრი და დამოკიდებულება. არანაკლები შეტევა მიიტანა Deep State-მა დონალდ ტრამპსაც. პატიმრობაც კი შეუფარდა, მაგრამ ხალხის ნების წინააღმდეგ მაინც ვერაფერი გააწყო და დამარცხდა.
I've never seen anybody take as much. მე არ ვიცი ადამიანი, რომელმაც იმდენ შეტევას გაუძლო, როგორც ტრამპმა და არაერთხელ მიკითხავს კიდეც, როგორ ახერხებინათ. რა არჩევანი მქონდა? ლოლობის ორი მცდელობაც ვიხილეთ, რის შემდეგაც ილონ მასკი შეუერთდა საარჩევნო კამპანიას. კი, ზუსტად იმ მომენტში გადავწყვეტე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. The beauty is კარგი ამბავი ისაა, რომ 4 წელი გვაქვს და ამიტომაც თავიდანვე შევდექი საქმეს. პირველ რიგში ბაიდენის განკარგულებები გავაუქმე, რადგან უმეტესობა რადიკალურ კომუნისტური ხასიათის იყო. ის ზიანი, რაც ბაიდენმა მიაყენა ქვეყანას და არა იმდენად ბაიდენმა, რამდენადაც მისმა გარემოცამ, სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი. თეთრი სახლიდან განდევნილი Deep State-ი კონტრშეტევისთვის ბრიუსელში ემზადება. დღე არ გადის, რომ იქ საგანგებო დახურული მართოს, სადაც ტრამპის საწინააღმდეგო სტრატეგია იგეგმება. საუბარია ევროპის შეერთებული შტატების შექმნაზეც. To guarantee security in Ukraine and in Europe itself. ამერიკის განცხადებები პრაქტიკულად მარტოს ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, როგორც უკრაინაში, ასევე თავად ევროპაში. ამიტომ ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ერთმა ქვეყანამ. ბრიუსელში Deep State-ის მიმდინარე გავლენების ფონზე, როგორი იქნება ევროპის გაერთიანებული ქვეყანა, ადვილი მიწახვედრია. მიდის ზელენსკის დამუშავებაც, რომ კიდევ ერთხელ გამოიყენონ თამაშში. I think I have the power to end this war, and I think it's going very well. But today I heard მე მაქვს შესაძლებლობა დავასრულო ომი უკრაინაში და ეს პროცესი კარგად მიდის, მაგრამ დღეს მესმის ზელენსკის პრეტენზია. ჩვენ რატომ არ გვხთავ ამ პროცესშია? ბოდიში, მაგრამ 3 წელი არ იყავით ამ პროცესში. შეთანხმებულიყავი რუსეთთან და საერთოდ არ დაგეწყო ომი, მაგრამ ვერ ივარგა. ამ ფონზე საქართველოს ფეხზე ამდგარი უნდა უკრავდეს ტაშს ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, რომ ივარგეს. ომის პარტიის უმძიმეს დარტყმებს გაუძლეს და ქვეყანას უკრაინის ხვედრია არიდეს. პროცესები ისე მიდის, რომ მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და ქართულ მეხუთე კოლონასაც თავისი სახელი დაერქმევა. ივანიშვილს კი უდიდესი ქველმოქმედი ერქვა, ქვია და ამას ვერაფერი შეცვლეს. მათ შორის ვერც Deep State-ის სანქციები ბრიუსელიდან.